მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა არის საქართველოში მცხოვრები უმცირესობები და მათი პრობლემები. რამდენად კაცრი რეალობის წინაშე ხდება ამ ადამიანების ცხოვრება და სახელმწიფოს მხრიდან აქვთ თუ არა ხელშეწყობა. ეს იქნება ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა. ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონები თინა ყოლებიანი, რომელიც წარმოადგენს რეინტეგრაციის სამინისტროს სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი მანელინა ჭავჭავაძე, მარჯვენელის წარმომადგენელი ლევან მუხაძე, ქრისტიან-დემოკრატები და აქტივიზოები ეთნოსთა შორის თანამშრომლობის და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, რომელიც უმცირესობის პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას. პირველ რიგში თქვენთან გვექნება შეკითხვა რა პრობლემების წინაშე უწევთ გამყარება საქართველოში ცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს. პრობლემები საკმაოდ ბევრია, მაგრამ რომ მოვახდინოთ ასე ვთქვათ, დავალოთ პრობლემები პირველ რიგში მე ვნიშნავდი ენობრივ პრობლემას, ანუ სახელმწიფო ენის ცოდნის არასათანადო დონეს უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის, ამას აქვს შემდგომ უკვე გარკვეული გავლენა ესეც საკითხებზე, როგორც არის პოლიტიკური მონაწილეობა, ხარისხიანი მონაწილეობა ქვეყნის მართვის პროცესებში, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ დონეზე. ხელისუფლება, სახელმწიფო პოლიტიკა არის მიმართული უმცირესობათა მონაწილეობის, ასე ვთქვათ, სტიმულირებაზე, ანუ ზოგადად პოლიტიკა არსებობს, მინდა გითხრათ, როგორც სამართლებრივი, ასე ვთქვათ, ასევე ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი აზრით არასაკმარისი. იმისთვის, რომ ჩვენ შევცვალოთ ვითარება, ასე ვთქვათ, ჭირდება უფრო მეტი, უფრო ეფექტიანი და ეფექტური პოლიტიკა. არის პოლიტიკა შემუშავებული და ამ პოლიტიკის გადახედვა მიმდინარეობს. სწორედ ახლა ჩვენ დავასრულეთ მუშაობა აი ამ დოკუმენტის შეფასებაზე და გამოვლინდა ის დადებითი ტენდენციები და უარყოფითი ტენდენციები, რომელიც თან ახდა განხორციელების პროცესს ამ სამოქმედო გეგმის და დავინახეთ ის ეფექტი, რაც მოახდინა აი ამ სამოქმედო გეგმამ ზოგადად ინტეგრაციის პროცესზე და უნდა უფრო ეფექტური გახდეს მუშაობა და არის ამაზე საუბარი. როცა საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ენობრივი ბარიერი აქვთ, ასე ვთქვათ, და ვერ ახდენენ ინტეგრაციას, მათ შორის ეს ენობრივი ბარიერი ქმნის ამ ადამიანების მონაწილეობას ქვეყნის მართვაში. ამისათვის ფული უნდა გამოიღოს და საკმაოდ სოლიდური ფულია არანაკლები იმისა, რაც გამოიყო დაუშვათ უცხოეთის მასწავლებლად ჩამოიყვანეს და მასწავლებლად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდა სპეციალური პროგრამები 2011-ში, 2012-ში ეს პროგრამები, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლით. მეორე საკითხია ზოგადად განათლება ეროვნული უმცირესობებისთვის. და ახლა როდესაც კვლევები ჩატარდა ამ ბოლო პერიოდში, გამოვლინდა, რომ უფრო მეტად დგას პრობლემა ზოგადად მათი განათლების. წლებში ხშირად მიზანდა ახალქალაქის მინაშში ჩასვლა, სოფლებში მოსახლეობთან შეხვედრა და პირველი რასაც მივანებდი მოსახლეობები, რომ ახალგაზრდობა, ახალთაობა, სწავლის უმაღლესი განათლების მისაღებად მიზანს რუსეთში და აღმოდის პირში. რომ არის ეს ენობრივი ბარიერი. ეს კომპლექსურად უნდა გამეხიბოთ. ენის სწავლება, რა თქმა უნდა, არის ყველაზე მძიმე პრობლემა და აქედით ამეთანხმება, როგორ უშლის ხელს ეს ამ ადამიანებს, რომ სახელმწიფოს მართვაში იყვნენ აქტიურად ჩართული, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა, რომ ამას განაპირობებს ერისაც არ ცოდნა, არ არის სწორი. მე მართლაც დარწმუნებული ვარ, რომ იმ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს რაღაც მუდმივი შიში და მუდმივი განცდა იმისა, რომ თუ შეიძლება რომ ხელისუფლება შეიცვალოს ესეთი მიმართულებით, რომელიც არ ექნება ლოიალური ეროვნული უმცირესობების მიმართ, მათ პრობლემა შეექმნება ზოგადად ამ ქვეყანაში ცხოვრების და ისინი რაღაც იკეტებიან თავში, ცდილობენ რომ რაღაცა შემხოდრე გეგმები დასახონ იმისთვის, რომ თუ ეს ასე მოხდა, რა ზომებს მიმართონ თვითონ. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მე მგონი კონსტიტუციადაც არის ეს განსაზღვრული, მაგრამ ამას უნდა დაემატოს ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან, მომავალი დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან იმის ღია დეკლარირება, რომ საქართველოში არ მოხდება ამ ადამიანების ჩაგვრა იმის გამო, რომ ისინი არიან ეთნიკური უმცირესობები. ყველანაირი კვლევა უჩვენებს და სახელმწიფოების მაგალითები, როდესაც სახელმწიფო ენის შესწავლა ხდება სკოლამდელ ასაკში, საკმაოდ გაძლიერებულად და შემდგომ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაც
მიეცემათ, აი ეს არის ძალიან დიდი სტიმული იმისთვის, რომ მოხდეს მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია. ეხლა ხელისუფლება გაცილებით უკეთესად ზრუნავს, არა მხოლოდ ახალი ხელისუფლება, არამედ ზოგადად ეს მიმართულება დაიძრა და არის ძალიან კარგი შედეგები. ერთ რამეს როგორც პოლიტიკოსი დავამატებდი, იცით, გასულ წლებში ზოგადად იყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ლევან დამეთანხმება განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში. იქ არსებობდა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა, ნაციონალური მოძრაობა და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდა საშუალება, რომ ჩასულიყო. აი რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ შევარჩევდით თქვა ახალქალაქში, ნინოწმინდაში ჩვენს პარტიულ ლიდერს და ეს ადამიანი მე გვეკარგებოდა, საერთოდ კონტაქტზეც არ გამოდიოდა და ადვილი წარმოსადგენელი იყო, რა ხდებოდა, ანუ მასთან მივიდა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი და უთხრა რომ არ გაიძრა დაიბარა და უთხრა რომ არ გაიძრა თორე პრობლემა შეგიძლია ტელეფონის ნომერსაც იცვლიდნენ ეს ადამიანები გამანებდა თავის შარში არ გამოვიდეს ზუსტად ეს პოზიცია იყო და ერთი შეხვედრაზე თქვა რომ ეს არის ოპოზიციური პარტიების სისტემა, იმიტომ რომ ისინი არ ცდილობენ თავისი რაღაც ოფისების გახსნას და კონტაქტს ამხავდნენ. ესეც თქვა ერთ შეხვედრაზე. ანუ რეალურად ეხლა თქვა რომ ხელისუფლების ზეწოლის გამოხდებოდა. რეალურად აი არტის მაგალითად ეთქვით ახლა ძალიან მივახა ნინოწმინდის ახალქალაქის სოფლებში 2-3 თვე დავდიოდი და ვცდილობდი რაღაც რეკრუტირებას ახალი ასე ვთქვათ ადამიანების ადგილზე იმისაც რომ კომისია არის წარმომადგენლობა და ამ შემდეგ და უბრალოდ ახლა ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა სოფლებში და ამ შემდეგ მაგრამ არჩევნების დღეს რომ დღე რომ დადგა მეორე დღეს რომ ჩავხედოთ თქმებში აღმოჩნდა რომ არჩევნები არ ჩატარდა არჩევნები არ ჩატარდა და შეხვედრები დაიწერა ისე ბიულეტენები არავისად დაუთვლია და გადანაწილდა ისე ეს ხმები ვთქვათ, ვის როგორ საჭირო იყო რომ მიიღო. ბოლო 15 წლის ყველაზე დიდი პრობლემა პოლიტიკის თვალსაზრისით საზოგადოებრივი საქართველოს ზოგადად ხო იყო ის, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი უცხოელებთან, ხელისუფლებასთან, სამოქალაქო ინტეგრაციაზე და დავიწყეთ ამ კონცეფციების ჩამოყალიბება და ზოგადად პოლიტიკის შექმნა, ყველაზე დიდი პრობლემა იყო ყოველდღე, ასე ვთქვათ, განხორციელების თითოეული ეტაპი, ხო? იყო ორიენტირებული უმცირესობათა, ასე ვთქვათ, სტიმულირებაზე, მონაწილეობაზე, ინტეგრირებაზე. ჩემ და სამწუხაროდ მეორე მხარე, იმიტომ რომ ორი აქტორი არის, ორი ჯგუფი აქვს. ეთნიკური ქართველები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ასე რომ დავყოთ უხეშად, ხო? აი ეთნიკურ ქართველებთან არ ხდებოდა თუმცა ინტეგრაციის თვალსაზრისით თითქმის, ან თუ იყო ძალიან მცირე და მედია არაფერს არ აკეთებდა აბსოლუტურად, რაც არის ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი მედია, ხო? არა მხოლოდ მედია. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობასთან არ მიმდინარეობდა ინტენსიური ასეთივე თუნდაც მუშაობა. მათი ჩართულობა რაღაცა გადაწყვეტილების მეყანაში. ბუნებრივია ჩაკეტილი წრია, ხო? თუ არ მისცემ უფლებას, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ, მაგრამ თუ კულტურაც არ გააზრდება, ვერ მიიღებ რაღაცა, ეს ყველაფერი დროულად მახდებოდეს. ზოგადად ეს ცნობილია, რომ აი უმცირესობები ყოველთვის სახელმწიფოებრივ პარტიას აძლევენ ხმას. ეს ის გავარებით ნაკლებში თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოიტანა ეს, რომ შეიძლება თქვათ მიიღოს საქართველოს სატელევიზიო გადაცემები, ადრე არ იყო ამის შესაძლებლობა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყოს მათ ინტეგრაციას, იმიტომ რომ მართლა ძალიან სერიოზული პრობლემა იყო, როდესაც ისინი ვერ ერკვეოდნენ რა ხდებოდა ქართულ პოლიტიკაში და ზოგადად ქართულ სინამდვილეში, იმიტომ რომ იღებდნენ უფრო ახლო და ადვილი იყო მათთვის თქვათ აზერბაიჯანული გადაცემების მიღება. აი მაგალითად 2009-ში 10 წელს თუ კვირაში ერთხელ მაგალითად ეროვნული უმცირესობების ენებზე გადიოდა საინფორმაციო გამოშვება კვირაში ერთხელ. აი დღეს უკვე 2018 წლიდან დაწყებული ყოველ დღე ეს არის პრაიმ ტაიმის საღამოს მეორე არხით აქვს შესაძლებლობა 1 საათის განმავლობაში 5 ენაზე, უმცირესობის 5 ენაზე მიიღოს ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი და აი ერთი საკითხი კიდე ძალიან უკმაყოფილებას გამოთქმავენ ეროვნული უმცირესობები პიკის დახურვით. იმიტომ რომ აი ხშირად ამბობენ რომ ეს იყო ერთადერთი ის არხი რუსულენოვანი, რომელიც ასე თუ ისე მათთვის მაინც გასაგებია და აი დღესდღეობით უკვე დღის წესრიგში დგას ის საკითხი რომ იქნებ გაიხსნას რუსულენოვანი არხი.
მე ხანძლებ ასე ვთქვათ პერსპექტივაში ხო გაცილებით უფრო ადგილობრივ ტელევიზიაზე გავაკეთებდი აქცენტს ვიდრე ერთზე და ცენტრალიზებულზე რა. ის რომ წლების განმავლობაში არ ყოფილა ის რაც მოხდა სამწუხაროდ წელს ხანუკას დღესასწაულთან დაკავშირებით მიგვანიშნებს რომ ჩვენს მენტალიტეტში ჩვენს კულტურაში ბევრი რამ არ შეცვლილა ალბათ იყო ადამიანებს რაღაც ბოჭავდა შიში რომ აი ეს შეიძლება დასჯები ყოფილიყო მათი მხრიდან ასეთი საქციელი და როგორც კი ეს შიში მოეხსნათ ყველამ გადაწყვიტა რომ შეიძლება ამ ფორმით გამოხატოს თავისი ჩვენ ახლა პრობლემაზე ვისაუბრეთ რაც თქვა კავშირდება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხს და დასასრულისკენ რომ თქვათ ის რომ საიდან უნდა დაიწყოს თავისუფლება თუ ყველა ერთობლივად უნდა კომპლექსურად გასატარებლო კონცეფცია ესეჭი თქვენ რას ფიქრობთ რომელია ყველაზე მთავარი პრობლემა რაც პირველ რიგში შემოდის აი ამ სკოლების გადახედავდი დავწერე ძალიან აქტიურად უკვე იმ timeline თუ იმ ვადები თუ იმ ინფორმაციები რომელიც აუცილებელი ამ სტრატეგიის გადახედვის გარეშე ალბათ შეუძლებელია შემდგომი ასეთ აი სპეციალურად პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით აი რამდენადაც ჩვენ ხომ ნახეთ არც ერთ პარტიაში პირველ ათეულში 15-ში არ არის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში საუბრობდი ამ მიზეზებზე რატო არ არის და რა თქმა უნდა ამაზე მუშაობა საჭირო და ეს უკვე მე იმედი მაქვს რომ არ მოხდება ის რაღაც ლევანი საუბრობდა რომ თუ ხელისუფლებას დაჭირდა ისე გაიმეორებს იმ მას რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება ამ მოუჭერს ხელს და ეცდება რომ მაქსიმალური ხმები წამოიღოს სწორედ არა ქართული რეგიონებიდან როგორც ამას ტრადიციულად აკეთებდა მე იმედი მაქვს რომ უფრო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება საქართველოში და ერთ-ერთი გზა სწორედ მესახება ეს პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის გზა და შემდეგ შესაბამისად ამ ადამიანების აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში. რაც შეეხება ამ დოკუმენტს, მე ვიცნობ ამ დოკუმენტს, იმიტომ რომ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ესეთ პანელზე ზუსტად ჩვენს პარტიას ეს თემა და ჩვენი პარტიის ლიდერი იყო წასული, ამიტომ სერიოზულად ვიმუშავე ჩვენ ამ თემაზე. ნაკლი არა აქვს ამ დოკუმენტს, მაგრამ იმპლემენტაციის საკითხში არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ზოგადად დიდი დოკუმენტი და შემდეგ გასაკეთებელია სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მართლაც იქნება იმპლემენტირებული და შესრულებული. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ერთს ვერ გამოყოფ, ეს იმდენად კომპლექსურია, შეიძლება მარტო იმერზე იმუშაო და მე ყველაფერი გვერდზე დაგჭეს და ისეთი აღარ გახდეს საჭირო. ამიტომ რამდენიმე თემა უნდა წამოიციოს, უნდა ინახოს რა არის ეს, მართლაც უნდა გაკეთდეს ანალიზი და გაკეთდეს ძალიან სერიოზული სამოქმედო გეგმა. იგივე დასასრულს მე ვიტყვი, ჩემი მხრიდან რომ ფაქტობრივად ის რასაც დღეს აკეთებს ინტეგრაციის სამინისტრო იმ პოლიტიკას და კონცეფციის სამოქმედო გეგმას, რომელსაც ახორციელებს და მომავალ წელს ჩვენ კიდევ ვერეულობთ ადამიანის უფლებათა და დაცვის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას. ეს არის ძალიან კარგი საქმე, ინტეგრაციის სამინისტრო მართლაც დიდ საქმეს აკეთებს, მაგრამ ის მარტო და მისი ასე ვთქვათ ინსტიტუციის დაქვემდებარებაში არსებული ინსტრუმენტები არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორი სფეროს წარმომადგენლები მედია როგორც თქვენ აღნიშნეთ და პოლიტიკოსები იყვნენ ასევე ჩართულები ამ პროცესში. და ამისთვის აი წარმოიდგინეთ პოპულარულმა პოლიტიკოსებმა ზედიზედ რამოდენიმე განცხადება რომ გააკეთონ უმცირესობებთან ტოლერანტობასთან დაკავშირებით, მაგრამ აი წერილოვანი ასე ვთქვათ განცხადებები რომ გააკეთონ დარწმუნებული ვარ რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ ინტერესს და იმ თუ იმავე საღამოს ტოქ-შოუში არა, მაგრამ დაიწყება ამას მოყვება გარკვეული ასე ვთქვათ რეაგირება ხო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და შეიძლება ასეთი თუნდაც ხელოვნურად მესმის რომ ხელოვნური ყველაფერი კარგი არ არის, მაგრამ სტიმულირება უნდა მოხდეს პოლიტიკოსების მხრიდან. ერთადერთი ყველაზე დიდი საფრთხე ზუსტად ის არის, რომ არ არის პოპულარული თემა და შეიძლება ამით მან თავად ზიანი მიაყენოს საკუთარ პოლიტიკურ კურსს თავის ამორჩეველთან მიმართებაში. აი ეს მანამ თლად ასე ვთქვათ, უკვე დაიწყო ფაქტობრივად ხო საარჩევნო კამპანია. მაგრამ ეს პროცესებს ამ რეალობას და პასუხისმგებლობას თუ დავაკისებთ პოლიტიკოსებს, ბუნებრივია ხვალ ჩვენ გაცილებით უფრო მეტ შედეგს მივიღებთ. ასე რომ ეს არის და ეს. ნახოთ როგორ იქნება, როგორ განვითარდება და რა რესურსი ექნება საქართველოს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს პოლიტიკა და მithumetes როგორ იქნება, როგორც წავანახსენ, უმრავლესობის მხრიდან ძალა იმისთვის, რომ იყოს უმცირესობა. ეს შეგიძლიათ რა შეხედრა.
ტრანზიტი